როგორ ხართ მეგობრებო? ახალი და საინტერესო იარაღი გიბრუნდებით. გლეჩერის მოსინ ნაგანტი M1891 აბრეზი. ეს არის მოსინის რეპლიკა, გადაჭრილი კონდახითა და მოკლელულით. იარაღი გლეჩერს არ გამოუგონია და პირველად გამოჩნდა რუსეთის რევოლუციამდელ პერიოდში, მოსასხამებში მარტივად დასამალად. დღეს ერთ-ერთ უძვირფასეს მონაპოვრადაც ითვლება კოლექციონერებში ორიგინალი ვერსია, რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრათ, მქონია შეხება ცეცხლსასროლთან და უკუცემიდან გამომდინარე ნამდვილად არ ვისურვებდი ამ იარაღის გამოცდას, მაგრამ ამაზე კარგი გასართობი რა გინდა. იარაღი მთლიანობაში არის 57 სანტიმეტრი, იწონის 2.15 კილოგრამს, 17 სანტიმეტრიანი 4.15 მილიმეტრი კალიბრის გლუვილულა, 16 ტყვიანი ჭიდი და მოხსნადი ღია სამიზნეები. იარაღი შესრულებულია სრულად მეტალისაგან, გარდა ხის იმიტირების სრული სხმული პლასმასის კონდახისა, რომელიც ასევე უმაღლეს ხარისხის დაბეჭდილებას ტოვებს. გრძივად მოძრავი ჩამკეტი, ცეცხლსასროლ იარაღსაც კი შეშურდებოდა, ისე გლუვად დასრიალებს არხში, ქრომირებული დაფარვა, უბრალოდ საქებარი სიტყვები არ გეყოფათ. ცეცხლსასროლის გავსად ამ შემთხვევაშიც გრძივად მოძრავი ჩამკეტი მოხსნადია, უკან გამოვწევთ და უბრალოდ სასხლეზე დაჭერით გათავისუფლდება. იგივენაირად შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ. მცველი მოთავსებულია დამტყმელ ჩაქუჩზე და უკან გამოწევის დროს მარცხნივ გადატრიალებით აქტივირდება. სასხლტი მექანიზმიც საკმაოდ მსუბუქია ცეცხლსასროლთან შედარებით და იარაღის წონას იდეალურად ერგება. ნახოთ რა დაჯგუფებას მოგცემს, ყარსხეულებზე სროლისას არ დაგავიწყდეთ დამცავი სათვალეები. ბალიშის დასრულისას, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებდით, მაგრამ მთელი ხიბლიც ამაშია, ამის ხელიდან სრულის. მეტალის ღია მოხსნადი სამიზნეები, რომელთაგან უკანა ვერტიკალურად რეგულირებადია და რომლის მოხსნის შემთხვევაშიც დაგვხვდება 11 მმ-იანი რელსი ოპტიკისთვის ან ღია დამიზნების სამიზნისათვის. და ბოლოს მეტალის ჭიდი. ჭიდში მიდის 16 ტყვია და 12 გრამიანი CO2 საუზი. შიგნითვე არის მოთავსებული განჭის კასაღები. ავიღოთ CO2 საუზი, დავადოთ 1 წვეთი სილიკონის სეთი სისტემის გასაპოხად. და ვუჭერთ მხოლოდ მანამდე, სანამ ჰაერი გამოშვების ხმას არ შეწყვეტს. ზედმეტი გადაჭერის შემთხვევაში ხშირად ზიანდება ხოლმე რეზინის ლუკები. ჩამოვწიოთ ტყვიების მიმწოდებელი, ბოლოში დაფიქსირდება თვითონ. და წინიდან ჩავყაროთ ტყვიები.
მიმწოდებელი გავათავისუფლოთ და მზად არის სასროლად. 1-12 გრამიანი CO2 აუზით ჯამში მივიღებთ დაახლოებით 100 გასროლას გარემო ტემპერატურიდან გამომდინარე. სახალისო ნაწილზე გადავიდეთ, გილებს და გაზიან სასმელებს ესროლოთ. ვაიმე, ჩვენი კომე. Ну, რა თქმა უნდა, ავტომატურივით ეფექტური არ არის, მაგრამ გაერთობით და ძალიან მისაღებია რა. იმიშვი. რა იყო, ძმა? შენი გაზი აღარ არის. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ აქს გამოწერა და გვიდეოს დალაიქება.